ამ გამოშვებაში კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მოვიწვიეთ სტუმრები და რომელზეც გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, იყო თუ არა სწორი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული აქცენტი განახლებული გუნდის წარდგენისას საზღვარგარეთ მიღებულ განათლებაზე. გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ თემამ და ჩვენ შევეცდებით ეს საკითხი გავშალოთ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად. არის თუ არა წარმატება დამოკიდებული მაინც იმაზე, ვინ სად მიიღებს განათლებას. მოდი ჯერ ამ წარდგენის ეპიზოდები ვნახოთ და შემდეგ უკვე სტუმრებს წარმოგიდგენთ. თამარ ჩუგოშვილი. თამარი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი. არის მრავალი ნაშრომის ავტორი. გიორგი გახარია. გიორგი გახლავთ ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. ირაკლი კობახიძე. ირაკლის იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიაში. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში. აკაკი ზოიძე. აკაკი გახლავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. არჩილ თალაკვაძე. არჩილი გახლავთ მენეჯმენტის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და ჯიპაში. თამარ ხულორდავა. თამარი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი. ირინა ფრუიძე. ირინა გახლავთ პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმი. კახა კუჭავა. კახა გახლავთ სამართალმცოდნე, ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. კორპორაციული სამართლის მაგისტრი. მამუკა მდინარაძე. იგი გახლავთ სამართლის დირექტორი, მას იცნობენ როგორც წარმატებულ ადვოკატს. იგი დღემდე არის ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე. მარიამ ჯაში. იგი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში. აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. ნინო გოგუაძე. ნინო გახლავთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. რომან კაკულია. რომანს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობების კუთხით. ამჟამად გახლავთ ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში. სოფო კილაძე. სოფო გახლავთ თავისი საქმის პროფესიონალი, იურისტი. არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სოფო კაცარავა. სოფო გახლავთ უცხო ენების სპეციალისტი. იგი იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. ისევ სოფო, ოღონდ ახლა ჯაფარიძე. სოფო ჯაფარიძე გახლავთ მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში. ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. აი ეს იყო წარდგენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თქვენ ყველამ ნახეთ, მაგრამ ახლა ჩვენ გავაკეთებთ სწორედ ამ მიმართულებაზე აქცენტს, რაზეც თავად პრემიერს ჰქონდა აქცენტი. ჩვენ რამდენიმე სტუმარი გვყავს, სხვები ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთებიან, სტუდიაში კი არიან ტორე სამოსი, გირჩის წარმომადგენელი და თორნიკე შევარდნაძე სტუდენტი. მოგესალმებით, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. თორნიკე, თქვენგან მინდა დავიწყო, მაინტერესებს თქვენ როგორც სტუდენტმა, როგორ აღიქვით ეს ყველაფერი. ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა ამ წარდგენას, სწორედ ამ ნაწილში, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ზოგიერთმა პოლიტიკური სნობიზმიც კი უწოდა ამ ყველაფერს. თქვენ როგორც სტუდენტმა, როგორ აღიქვით ეს წარდგენა და მისი შინაარსი? მოგესალმებით, მადლობა უპირველესად ამ თემის გამოწევისთვის, ვინაიდან მართლაც პრობლემური არის ის აქცენტები, რომელიც დაისვა ამ დღეს და ფაქტობრივად ერთ შეხედვით ის პოზიტივი, რომელიც შეიძლება ქონოდა აი ამ სიმსივის წარდგენას, ამ კანდიდატების თქვათ ისტორიიდან, ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ამ აქცენტების შედეგად გადაიფარა სამწუხაროდ. და დაიცვა ძალიან ცუდი აქცენტები, რითაც ფაქტობრივად ადგილობრივი უმაღლეს განათლება, რომელიც ისედაც მძიმე დღეში არის, კიდევ უფრო სახელმწიფო დონეზე უკვე დაზარალდა და დისკრედიტაცია მოხდა. და ეს არის სიმპტომატური ხასიათი, როცა თქვათ აღარ უკვე ციფრების შემდეგ თქვათ ეკონომიკური თქვათ განაწილების შემდეგ გარდა რომელიც თქვათ უმაღლეს განათლებას არ აქვს უკვე ხდება ის რომ სიტყვიერ დონეზე ადგილობრივი უმაღლეს განათლება კარგავს მნიშვნელობას და
თავარი ტრაგიზმი აქ არის ის, რომ ამას ამბობს სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი, თავად სახელმწიფო. ეს ასე პირდაპირ გაიგეთ თქვენ, როდესაც ის წარადგენდა საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებს, რომ მათ აქ მიიღეს განათლება. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არ მიაჩნია, რომ კარგი განათლების მიღება შეიძლება საქართველოში. შეიძლება და ალბათ ასეც არის, ეს არის გაუაზრებლად. მაგრამ რამ მიგვიყვანა ამ გაუაზრებლობამდე? უკვე დამკვიდრდა თითქოს, რომ ადგილობრივი უმაღლესი განათლება არაფერს არ ნიშნავს. და უკვე ადამიანის ფსიქიკაში, მათ შორის სახელმწიფო დონეზე, უმაღლესი განათლება აღარ წარმოადგენს არაფერს. და მთავარი ინდიკატორი გახდა ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება უცხოეთში მიღებული სამწუხაროდ და არა ადგილობრივი განათლება. ადგილობრივ თქვათ რომელიმე უნივერსიტეტში. და როცა ჩვენ მაგალითად უნივერსიტეტში ვაყენებდით ამ საკითხებს, მაშინაც ყოველთვის იყო იგნორი ამ საკითხისა, დღესაც ასე გრძელდება, ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასე არის ახლა. აქ პიროვნებებში არ არის პრობლემა. კი ბატონო, უფრო სიღრმეებში შევალთ, მანამდე მოვისმინოთ მოსაზრება, თქვენც ასე დაინახეთ ეს საკითხი? არა, მე ესე ტრაგიკულად არ აღმოჩნდა, მე მგონი არც პრემიერს არ გაუაზრებია ესე რომ შეიძლება და ეს მოყოლოდა ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია, თუმცა რა თქმა უნდა ეს არაპირდაპირ იყო ერთგვარი აღიარება იმის რომ გვაქვს პრობლემები განათლების სისტემაში. ჩემი აზრით ის რომ განათლების სისტემაში გვაქვს პრობლემები, ყველა მიცის, ცხადია. რაც არ უნდა ვთქვათ, დაუშვათ, თუნდაც ასე არ მოქცეულიყო პრემიერი, არც არ იცვლებოდა, რა თქმა უნდა არსებობს უნივერსიტეტები, რომლების დიპლომიც რაღაც ხარისხს ნიშნავს და ამაზე ის უნივერსიტეტები ბევრს შრომობენ, ასე ვთქვათ, და ინარჩუნებენ ხარისხის დონეს. არსებობს უნივერსიტეტები, რომლებიც არაფერს არ გეუბნება, ასე ვთქვათ. ეხლა მაგალითად პირდაპირი რო ვიყო, მე რო ვამბობ, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ვის რას ეუბნება, ხო? დაუშვათ, ეხლა მე რო ვთქვა, რომ ჰარვარდი დავამთავრე, ეს ალბათ ვიღაცას რაღაცას ეტყვის. ანუ მე უფრო სხვა პრობლემას ვხედავ, რომ თავი ამ აღიარების მერე რეალურად რატო არ ვდგავთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ პრობლემები დაუძლიოთ განათლების სისტემაში და ჩვენც გქონდეს რაღაც. აი ვიდრე ამას განავწოდეთ, აი ცოტა სხვანაირად დავსვამ შეკითხვას. წინა საარჩევნო პერიოდია, ძალიან გრძნობიარე პერიოდია, ხომ? აი თქვენ თქვით, რომ შეიძლება არაფერს არ ამბობდეს თელავის უნივერსიტეტი თუ მაქვს დამთავრებული, უფრო მეც ამბობდეს მაგალითად ჰარვარდი. მაგრამ როდესაც ტელევიზორიდან ადამიანს ეუბნებიან, რომ აი ამას აქვს ჰარვარდი ვთქვათ დამთავრებული, თელავის უნივერსიტეტი დამთავრებული როგორ აღიქვამს ამას? ნუ როგორც არ უნდა აღიქვას, როდესაც სწავლობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნდა იცოდე რომ სწავლობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან გაქვს ორი გზა ახლა. მე მაგალითად მქონდა ორი გზა და იმ გზიდან ავირჩიე კომპრომისობის გზა, ასე ვთქვათ და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ რაღაცა რეალობა შემეცვალა. ვერ ვიტყვი რომ რაღაცა განსაკუთრებული შევცვალე და დღეს ის უნივერსიტეტი ჩემი წყალობით არის სხვანაირი, არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ იგივე არის ახლა მაგალითად პროცესები რო გავიხსენოთ დავუშვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რაც ხდებოდა ბოლო დროს ხო ეს პროტესტი რაც ან დიდი ტალღა სტუდენტების იყო ამისგან გვერდით რა. რაღაც ნაწილი ყოველთვის დგება ხოლმე გვერდით და ეს უნდა გვესმოდეს რომ როცა გვერდით დგები და ამ პრობლემებზე არ ლაპარაკობ ეს პრობლემები რჩება უცვლელი ასე ვთქვათ. ანუ კარგი მესიჯი აქ ის არის რომ პრემიერმა არაპირდაპირ ასე ვთქვათ ღიად თქვა რომ დიახ ეს სასწავლებლები ნიშნავს ხარისხს ჩემთვის და დაუშვათ არ თქვა რომ რაც სხვა უნივერსიტეტებს, ქართულ უნივერსიტეტებს არ გაუსვა ხარისხი. კი ბატონო, თორნიკე, თქვენ სტუდენტებს ჰქონდათ პრემიერთან შეხვედრა, არ ვიცი თქვენ ესწრებოდით თუ არა იმ შეხვედრას. მაშინ ისაუბრეთ ასეთ სიღრმისეულ საკითხებზე თუ უბრალოდ ძირითადი საკითხი მაინც ის იყო რა პრობლემაც იმ წუთას უნივერსიტეტში იდგა? არა, ჩვენ ვისაუბრეთ, მე მგონი ყველა პრობლემაზე რაც განათლების სისტემაში იდგა და ძალიან კარგი შეხვედრა იყო, თუმცა ამის შემდეგ სამწუხაროდ შედეგები ასეთივე კარგი არ ყოფილა. აქ საკითხი არ დგას ასე რომ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება უკეთესია თუ არა ადგილობრივ განათლებაზე. რა თქმა უნდა, ეს უკეთესი არის უმაღლესი განათლება, რომელიც უცხოეთშია მიღებული რიგ საკითხებში. მაგრამ აქ არის სალაპარაკო ის თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმის გამოსასწორებლად, რომ ადგილობრივი განათლება კონკურენციაში შევიდეს უმაღლეს განათლება, უცხოეთში მიღებულ უმაღლეს განათლებასთან და ამასთან დაკავშირებითაც გქონდა ჩვენ პრემიერთან საუბარი. მან პირდაპირ თქვა, რომ არ მოსწონს ის მდგომარეობა, რაც განათლების სისტემაში არის. მან თქვა, რომ ის რეფორმებს გეგმავს და ასე შემდეგ. აი თქვენ იღებთ უმაღლეს განათლებას, ხო სწავლობთ უნივერსიტეტში. მაინტერესებს საქართველოში მიღებული განათლებით შესაძლებელია თუ არა კონკურენცია გაუწიოთ მათ, ვისაც უცხოეთში აქვს ეს განათლება მიღებული. აი აქ ამ საზოგადოებრივ ასპარეზზე საქართველოში უცხოეთში განათლება მიღებული ჩამოდის და თქვენ აქ გაქვთ განათლება მიღებული. უპირატესობას ანიჭებს თუ არა ეს ისეც, რომ შესაძლოა არჩევანი გაკეთდეს საქმეზე რომ იდგება არა თქვენზე, არამედ სხვაზე.
სამწუხაროდ ეს რეალობა დგას საქართველოში და აქ თუ კი თქვათ ადამიანი შეძლებს რომ კონკურენცია გაუწიოს უცხოეთში განათლება მიღებულს, ეს იქნება მხოლოდ თავისი პიროვნული დამსახურება და არა ის საშუალება, რომელსაც მას სახელმწიფო მიცემს. სახელმწიფო დღეს სამწუხაროდ არაფერს არ დგამს უმაღლესი განათლების განსავითარებლად და რო დაუბრუნდეთ აი პროტესტს უნივერსიტეტში, ჩვენ კონკრეტული მოთხოვნები გვქონდა, რომელიც ეხებოდა უმაღლეს განათლების განვითარებას. პირველი იყო საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც უნივერსიტეტში და უნივერსიტეტებში წასულიყო, რომელიც მნიშვნელოვნად განზრდიდა ადგილობრივი უმაღლეს განათლების ხარისხს და მეორე იყო გარერეფერირების საკითხი, როცა მოხდებოდა ლექტორების საერთაშორისო შეფასება, რეფერირება და როდესაც სტუდენტი წავიდოდა, თქვათ, საქართველოსდან უცხოეთში, მას იქ განსაკუთრებული განსხვავება არ დახვდებოდა, იმიტომ რომ მასაც ასეთივე ლექტორი ეყოლებოდა, იმიტომ რომ იმ სტანდარტების მიხედვით იქნებოდა შეფასებული. თუმცა სამწუხაროდ სახელმწიფო ამაზე კვლავ ჩვენ სხვა სტუმრებით შემოგვიერთნენ ოლგა ბაბლუანი და თათია დოლიძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ოლგა, თქვენ მინდა დაგისვათ შეკითხვა. აქ საუბარი იყო, არ ვიცი მოასწარით თუ არა იმ ჩვენი კოლაჟის ნახვა, სადაც წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ უმაღლესი განათლება ადამიანებს მიღებული აქვს საზღვარგარეთ, ჩამოთვალა ეს უნივერსიტეტები. რამდენად სწორი გზავნილი იყო ეს თქვენი აზრით ამაზე აქცენტირება? გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის. ვერ მოვესწარი სამწუხაროდ იმიტომ რომ ცოტა დამაგვიანდა ტრანსპორტის გამო მოსვლა გადაცემაში. მინდა უკაცრავად რომ გამიმეოროთ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, როგორი ვიცოდე ზუსტად საუბრებით. განახლებული პოლიტიკური გუნდის წარდგენისას აქცენტი იყო უმაღლეს განათლებაზე, რომ მათ საზღვარგარეთ მიიღეს ეს უმაღლესი განათლება. თქვენი აზრით ნიშნავს თუ არა ეს იმის აღიარებას, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება არ არის სათანადო დონეზე და უპირატესობა ენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას. იცით რა არის ეს არის არა აღიარება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ საქართველოში უმაღლესი განათლება ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის არის, ვიდრე ნებისმიერ ევროპის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყანაში მიღებული განათლება. ვიცით რა მიზეზების გამო ამას ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული კარგად ამტკიცებს. რა თქმა უნდა რომ არის. შემდეგ არ ვიცი ალბათ ხდება დისკრიმინაცია ზუსტად იმ ადამიანების, ვინც საქართველოში სწავლობენ, ვისაც აქვს ძალიან კარგი კომპეტენცია, შეიძლება იყვნენ ძალიან კარგი კადრები, მაგრამ განათლებას მაინც ანიჭებენ უცხოეთში მიღებულს. ეს უკვე თავის პიროვნულ ურანებზეც არის ადამიანის დამოკიდებული, თვითონ რამდენად ევროპაში მიღებულ განათლებას ან ამერიკაში მიღებულ განათლებას თვითონ ყოველდღიურ მუშაობაში, მენეჯმენტში, სწორ ყოველდღიურ მოქმედებაში ეს ადამიანი თავის ამ ცოდნას გამოიყენებს. მე შემიძლია მოკლედ გითხრათ, როდესაც გადაცემას ვამზადებდით, მშვიდობითი არაღოს ჩაწერას ვიწყებდი, მე გავაკეთე კასტინგი საქართველოში, რომ ამომირჩია ჟურნალისტები, ბავშვები, ახალგაზრდები, ვინც ჩვენთან ერთად იმუშავებდნენ. მე ვნახე დაახლოებით 155 ბავშვი სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ერთი იყო კავკასიის უნივერსიტეტი, მე მგონი ჯიბაც იყო, მე ზუსტად არ მახსოვს. იქიდან ამოვარჩიე სულ რამდენიმე, დარჩა ბოლოს 2. ვინც ჩვენთან იმუშავებდა. მინდა გითხრათ, რომ ამ ბავშვებს ჰქონდათ საუკეთესო საშუალება, ჰქონდათ საუკეთესო ნიშნები, ჰქონდათ გრანტები მოპოვებული, სახელმწიფო დაფინანსებები და ასე შემდეგ. ანუ დღესდღეობით ეს ერთ-ერთი ამ გოგონათაგანი მერიკო ქაჯაი ამერიკაში მიდის. ზუსტად პრემიერის ფონდი აფინანსებს მის ამერიკაში წასვლას ნაწილობრივად. მან მოიგო გრანტი ამერიკაში სასაცვლელად, ასე მამუკა ხაზარაძე და მინდა გითხრათ, რომ არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ და დარწმუნებული ვარ, მერიკო რომც არ წასულიყო ამერიკაში, ამერიკოსნაირი ბავშვები, მას შეეძლო თავისუფლად გაეწია კონკურენცია იმ ბავშვებისთვის, ვისაც მე ვიცნობ, ვინც ევროპაში ცხოვრობენ და არ აქვთ აი ყოველდღიურად საკუთარი ცოდნის გამოყენების უნარი და არ გააჩნიათ ყოველდღიური მოქმედება, ესეთი პიროვნული, ჰქონდეთ მისწრაფება, აი მერიკოს ჩვენც ვიცნობ, ჩვენი კოლეგაა და ვიცით მისი მონაცემის შესახებ, მაგრამ ეს არის მაინც გამონაკლისებზე ვსაუბრობთ. აი ზოგადად თუ ავიღებთ კონკურენცია ვახსენეთ, ხომ? კონკურენციაში შესვლა საქართველოში მიღებული განათლებით. უცხოეთში მიღებულ განათლება ადამიანთა შესაძლებელია ეს მაინც თუ მაინც შესაძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სწავლობს, დღეს არსებობს კარგი საშუალებები, არსებობს ინტერნეტ სივრცე, არსებობს სხვადასხვა წყაროები კიდევ ვიმეორებ დაფინანსების, რომ მოიგონ გრანტები ან 1000 საშუალება, დაფინანსება მიიღონ სახელმწიფო, არსებობს განვითარებისთვის ბევრი ელემენტი დღეს ტექნოლოგია ამაში ხელს უწყობს ახალგაზრდებს. ჩვენ აღარა ვართ იმ 90-იან წლებში, მაგრამ მე რომ წავედი
გადავედი ევროპაში სასწავლებლად, ხო? ამიტომ დარწმუნებული ვარ, თუ იქნება მონდომება, აუცილებლად თან არ უნდა იყოს კიდევ ესეთი ფსიქოლოგიური მარწუხები არსებობს, რომ ადამიანებს მე ვატყობ აქ ახალგაზრდებს გონიათ, რომ თუ არ არიან ევროპაში ნასწავლები, ნაცხოვრები, ჩაკეტილ ფსიქოლოგიურად დათრგუნულ პოსტსაბჭოთა ომების გამოვლილ ქვეყანაში, ცოტა საკუთარ თავში დარწმუნების უნარი უჭირთ ადამიანებს და მე ვფიქრობ, რომ ამაში ძალიან ცდებიან, საკმარისი საშუალებები არსებობს, ნორმალური ინსტიტუტები არსებობს, დღეს საქართველოში უნივერსიტეტის არის, მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, იქ ვინც არიან პედაგოგები, ვინც ასწავლიან და დარწმუნებული ვარ, თუ ძალიან გინდა რაღაცას მიაღწიო, იმეცადინებ, ისწავლი, უამრავი მაგალითი მაქვს ჩემს გარშემო ევროპაში, კინოსამყაროში ჩემელია ვთქვა, არც ჩვენ არავინ არ გველოდებოდა ევროპაში რომ ჩავედით. ჩვენი შრომით მივაღწიეთ, იქაც არავინ არავის არ ელოდება, არსად არავინ არავის არ ელოდება. მთავარია ჩვენ თვითონ რამდენად აი ჩვენ ახლა თქვენ როდესაც კონკრეტული მაგალითი მოიყვანეთ, ეს ეხებოდა ჩვენს სფეროს, ჟურნალისტიკას, ხო? მაგრამ როდესაც საუბარია ვთქვათ სხვა სფეროზე, სხვა მიმართულებებზე, ვთქვათ მეცნიერებაზე და ასე შემდეგ, აქაც იგივე შეხედულება გაქვთ, როგორც ჟურნალისტი? მეცნიერებაზე ძალიან კარგი კითხვა არის ეს, რომ დასვით მეცნიერების განვითარება ძალიან მწირე ხარისხით არის დღეს საქართველოში, ჩვენ როგორც ვიცით, ეს არ არის პრიორიტეტი და არ არის ამაზე პოლიტიკური ნება, ამას სჭირდება საკმარისი თანხებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ პრიორიტეტი, როგორც ეგეთი მეცნიერების განვითარება საქართველოში დღესდღეობით არ დგას წინა პლანზე და ეს ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა, არსებობს აი ახალგაზრდებსაც რო ვესაუბრები, მეუბნებიან, რომ კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ესე და ეს პროფესია მომწონს, მაგრამ მე მინდა აუცილებლად მქონდეს ისეთი პროფესია გარანტირებულად, რომელიც მე რაღაც შემოსავლის წყაროს კონკრეტულად მომიტანს. ადრე იყო მახსოვს რამდენიმე წლის წინ ეს იყო აუცილებლად სამედიცინო ინსტიტუტი იყო, დღესდღეობით ეს შეიცვალა, ბიზნესისკენ აქვთ ადამიანებს მიმართულება, რადგანაც რო არ მოვიტყოთ, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში დღეს არის ყოველ შემთხვევაში მატერიალიზმის ბუმიც, ეს უკვე სხვა საკითხია, სამწუხარო, მაზე თქვენ შეგიძლიათ ცალკე სხვა დროს მოგვიწიოთ. მაგრამ კარგი კითხვებია, რასაც ვსვავთ და მართალია, რომ ჩვენ ყველას და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი შრომით გააკეთა თუ არა პრემიერ-მინისტრმა ამაზე აპელირება, ალბათ ეს კიდე იმას ნიშნავდა, რომ აი რა კარგი კადრები შეარჩია სახელმწიფომ, ეს ალბათ სხვა საკითხია, მაგრამ ის რომ ყველა შეუძლია საკუთარი სწავლით საქართველოში მიაღწიოს, მე ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, თათია დოლიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, გაეროში შემოგვიერთდა. თათია, თქვენც ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია საქართველოში მიღებული განათლებით კონკურენცია გაუწიო მას, ვინც საზღვარგარეთ მიიღო განათლება და თქვენი აზრით ეს გამონაკლის შემთხვევებშია ასე შესაძლებელი თუ მასობრივად ცოტა უფრო ფართოდ? მშვიდობისა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ეს არის პირველი ეთერი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის რანგში და მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ საკითხით, რომელიც არის ძალიან პრობლემური და ალბათ ყველაზე აქტუალური გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ქართველი ახალგაზრდობისთვის. ეს არის, ანუ მე ვგულისხმობ განათლების ხარისხს და განათლების ხელმისაწვდომობას და უკვე შემდეგ მასთან დაკავშირებულ დასაქმების პრობლემას. და ჩემი მანდატის გარეთაც მე თვითონ როგორც ადამიანი, რომელსაც მაქვს საერთო ჯამში 6 წლიანი გამოცდილება, გულისხმობ როგორც აკადემიური განათლება მიღებული საზღვარგარეთ, ასევე სამუშაო გამოცდილება. მე თავს უფლებამოსილი ვარ, ვფიქრობ, რომ ვილაპარაკო იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ამ ტენდენციამ მოიტანეს ახალი ტიპის თერგდალეულობა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ალბათ ჩემი მესიჯი დღეს მთავარი მაყურებლისთვის იქნება ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა უნდა იყოს არჩევანი და არ უნდა იყოს ეს საჭიროება, არ უნდა იყოს აუცილებლობა. და თქვენი კითხვის პასუხად შეგვიძლია თუ არა კონკურენცია გავუწიოთ. იცით მე რო გიპასუხოთ ანალიზისთვის მოვიყვან მაგალითად თქვენ თუ იცით როგორ ხდება პოლიტიკა, როგორ გასცემენ სტიპენდიებს, სხვადასხვა გრანტებს, მაგალითად სხვადასხვა ფონდები. ავიღოთ ნუ ფონდი ღია საზოგადოება, იქ შვეიცარიის ქსელი, ავიღოთ ნუ შევენინგი, ნუ სხვადასხვა მე ჩამოთვალე რასთანაც მქონია შეხება. პოლიტიკა არის ასეთი. იმათვის არ აქვს მნიშვნელობა ბაკალავრის დონეზე იმისთვის, რომ შემდეგ დაგაფინანსონ თუ სასწავლებლად მაგისტრატურის თუ სადოქტორო დონეზე, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ შენ სწავლობ გორის უნივერსიტეტში, თუ სწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავარი არის ამ შემთხვევაში, როგორ სწავლობ იქ, სადაც სწავლობ, როგორია შენი აკადემიური მოსწრება იქ და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ უკვე შენს პიროვნულ თვისებებს. მაგალითად, გამოგივლენია თუ არა ოდესმე ლიდერის თვისებები, მიგიღია თუ არა მონაწილეობა მოხალისეობ საქმიანობაში, რა გაგიკეთებია შენი კომუნისტვის, რაც გეგმავ მას შემდეგ, როცა შენს ქვეყანაში დაბრუნდი
ბრუნდები, როგორ დაეხმარები შენს საზოგადოებას, შენს სახელმწიფოს, შენს უნივერსიტეტს და სწორედ ეს არის მთავარი კრიტერიუმი ხოლმე, რის მიხედვითაც შემდეგ ისინი გასცემენ გრანტებს და სტიპენდიებს, ანუ ხედავენ ამ ადამიანებში ამ პოტენციალს. შესაბამისად, დამეთანხმებით, რომ ეს პოტენციალი არსებობს საზღვარგარეთ წასვლამდე. ანუ საზღვარგარეთ არაფერი არ იბადება. იქ უბრალოდ რწყავენ იმ ფესვებს შეიძლება ითქვას, რომელიც უკვე საქართველოში ამ ადამიანს გადგმული ჰქონდა და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში შევქმნათ მსგავსი პირობები ამ ადამიანებისთვის, აქაც მივსეთ საშუალება, აქაც ხომ შეიძლება რომ მოვწყათ და ძირშივე არ მოვჭრათ ეს ფესვები. ამაზე ლაპარაკი, თუმცა ეს მაინც მე ვფიქრობ უფრო დისკურსის დონეზე ახლა პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, ხო, აქ ორი მესიჯია, ერთი გასაგებია რომ ერთი ზუსტი მესიჯია ნამდვილად ის რომ საზოგადოების დაკვეთა ფაქტია. წინასაარჩევნო დროდესაც ასეთი რაღაც ხდება, ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ფაქტია რომ საზოგადოებას მობეზრდა ეს ძველი სახეები და ხშირად ეპითეტსაც ხმარობენ ეს შაუბნელი სახეები, უნდათ ახალი ენერგია. მაგრამ აი ფორმაზე ვისაუბროთ. თქვენი აზრით რამდენად სწორად იყო ეს ფორმა შერჩეული? შეიძლებოდა თუ არა ამას გამოეწვია გაღიზიანება? შეიძლებოდა და გამოიწვია კიდევაც ძალიან ბევრის გაღიზიანება თქვენ არ სოციალურ მედიასაც გადავლებდით თვალს, რომ ძალიან ბევრი აგრესიულად იყო განწყობილი, იმიტომ რომ მათ გაუჩნდათ ესეთი შთაბეჭდილება, რომ თუ არ აქვთ დამთავრებული საზღვარგარეთ უნივერსიტეტი, სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება იყოს, რომ სხვისი სიტყვაზე ესეთი იყო ესეთი განცხადების სხვისი სამთვიანი კურსი საზღვარგარეთ უფრო წონიანია, მათ გაუჩნდათ ესეთი შთაბეჭდილება, ვიდრე საქართველოში დამთავრებული უნივერსიტეტი. დიახ, და მე უბრალოდ აქ მაქვს საუბარი იმაზე, ეს მესიჯი იყო ნამდვილად, ეს მესიჯი იყო, მაგრამ დისკურსის დონეზეა მაინც ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დამეთანხმებით თუ გქონიათ შეხება, რომ ძალიან ხშირი შემთხვევა არის, მე პირადად მყავს ბევრი ასეთი ნაცნობი, მაღალ კვალიფიციური კადრები, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოში, აქვთ სურვილი რომ დაბრუნდნენ და ძალიან უჭირთ შემდეგ აქ სამსახურის მოძიება და უკვე არაერთი შემთხვევაა ასეთი ანეკდოტად დადის ესეთი ტერმინი overqualified, რომელიც ნიშნავს ზედმეტად კვალიფიცირებული კადრი. ანუ შენ ხარ ზედმეტად კვალიფიცირებული იმ პოსტისთვის, რომელზეც შეგაქვს განაცხადი, მაგრამ სამაგიეროდ იმაზე მაღლაც ვერავინ მიგიშვებს, იმიტომ რომ მერიტოკრატიასთან ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს საქართველოში. გასაგებია, კიდევ მოგცემთ შესაძლებლობას ცოტა ხანში რომ გამოთქვათ თქვენი აზრი, აქ ნახსენები იყო გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი. თქვენ როდესაც ლაპარაკია რომ აი ვიღაცა საქართველოში განათლება მიღებული ვიღაცა საზღვარგარეთ. თქვენ გიწევთ ახალგაზრდებთან საკმაოდ ხშირად ურთიერთობა. თქვენს გრძნობთ ამ ფსიქოლოგიურ წნეხს ახალგაზრდებში? არა, მე ვერ ვგზნობ რაღაც განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ წნეხს, უბრალოდ ფაქტს ეჯახები ადამიანი, რომ შენ ქვეყანაში სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც და გარკვეულწილად ის არასახელმწიფო უნივერსიტეტები, კერძო უნივერსიტეტებშიც, რომლებიც ზოგადად ითვლება რომ უფრო უკეთესია ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტები ჩვენთან, არ არის საკმარისი ხარისხი სწავლების, რომ შენ გაუწიო კონკურენცია, პირდაპირ ასე ვთქვათ, შენი დიპლომი არ არის ხარისხის საზომი. მარტივად რომ ავიღოთ, დავუშვათ, თუ ხარ არჩევ ორ აპლიკანტს, ერთ აპლიკაციაში წერია რომ მას აქვს დამთავრებული დავუშვათ იელის უნივერსიტეტი და მეორე აპლიკაციაში წერია თუნდაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხო? და ნუ თუ არ გაქვს შესაძლებლობა რომ შეხვდე ამ ორ ადამიანს და პირადად გაიგო მისიონარები. რა თქმა უნდა, მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც ეს ანუ ამ დიპლომს მიანიჭებდა უპირატესობას. ეს არის სამწუხარო მოცემულობა. ანუ ამ მოცემულობას ახლა გავექცეთ დავუშვათ პოლიტკორექტულობით, მე მგონია რომ არაფერს არ მოგცემს. მე მგონია მთავარი პრობლემა არის ის, რომ დავუშვათ იგივე პრემიერი, რომელიც მუდმივად აანონსებს რაღაც რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკაში და განათლებაშიც არ მოქმედებს. ანუ ის მუდმივად აანონსებს ამ რეფორმებს, ნუ გასაგებია ხა ჩემთვისაც გაცილებით, ასე ვთქვათ, მისაღები არის, როდესაც პრემიერი მეჭიაურის და თოფაძის ნაცვლად მთავაზობს სიტყვაზე რაღაც, ნუ გაცილებით რო კვალიფიციურ კაცს. ხო, ანუ ეს ზალოგიკურია ჩემი აზრით. ანუ მთავარი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკოსები არ მოქმედებენ ამ მიმართულებით. ანუ განათლება არის ყოველთვის რაღაცა გვერდზე გადაწეული ზედმეტი მტკივნეული თემა, რომელიც რაღაცნაირად უნდა ჩაახშო და ყოველთვის ურჩევიათ, რომ ცვლილებები მოარგონ იმას, რომ აი ნაკლები უკმაყოფილო აბიტურიენტი იყოს და დაწიონ ზღურები და ასე შემდეგ. ანუ არსებით პრობლემებზე არ ვაპარაკობთ, რომ განათლების სამინისტრო მაგალითად არის რეალურად ერთ-ერთი სკოლა და ყველა სხვა სკოლა არის ფილიალი. მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრმაც დაუწუნა საკუთარ სტრუქტურას დღეს, რომ ანუ სასწავლო გეგმა არ მიმაჩნეო გამართულად, მაგრამ რეალური პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ ვქმნით თავისუფლებას, არ ვაძლევთ თავისუფლებას. ანუ უმაღლეს განათლებაში წესი არის, ანუ განათლების სამინისტრო ამბობს, რომ მე ვარ ერთადერთი
ერთ-ერთი ვინც უნდა დაადგინოს სტანდარტი და მე რა სტანდარტსაც დავადგენ, ყველა უნივერსიტეტი ამ სტანდარტის მიხედვით უნდა ასწავლიდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ის რა სტანდარტსაც ადგენს თვითონ სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვისაც არ არის მისაღები, ხო? ანუ რეალურად საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ამ განათლების სისტემაში ამ დაუსრულებელი ლაპარაკის ნაცვლად რო პრობლემები გვაქვს, უნდა გადავუდგათ გასაგებია თორნიკე სახელმწიფოში არსებობს რაღაც პრიორიტეტები, ხომ? აი თქვენ სად ხედავთ როგორც პრიორიტეტს განათლებას თქვენი აზრით ხელისუფლებებისთვის არის თუ არა ის რეალურად პრიორიტეტი და რატომ არის ყოველთვის ყველაზე რთული განათლების სისტემაში რაღაცეების შეცვლა? აქ არათუ ჩემი აზრით არის ვთქვათ შეიძლება იყოს პასუხი აქ კონკრეტული ციფრები არის პრიორიტეტების მიხედვით როცა განათლების სფერო მე-4-მე-5 ადგილზე არის პრიორიტეტების მიხედვით სამწუხაროდ და ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო. მთავარი პრობლემა რაც არის დღეს საქართველოში არის ის რომ პარტიებს მიაჩნიათ ის რომ თითქოს განათლებაზე საუბარი მათ ხმებს ვერ მიუდან საარჩევნო ურნასთან და ურჩევნიათ საუბრონ სხვა უფრო ერთი შეხედვით ხელშესახებ საკითხებზე. რეალურად ბოლო მოვლენებაც აჩვენა რომ ეს თემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ის რომ განათლების სფერო არ ფინანსდება საკმარისად. ახსენეს აქ პრიორიტეტი მეცნიერებასთან მიმართებაში და ჩვენ ვიცით რომ დღეს მეცნიერების დაფინანსება არის საოცრად მცირე სახელმწიფოს მხრიდან და მეცნიერებათა აკადემია ფაქტობრივად სულ ზღაფავს. ასე რომ თავარია პარტიებმა ისაუბრონ ამ საკითხებზე თავარია ჩვენ ასე ვთქვათ ზეწოლა მოვახდინოთ პოლიტიკურ პარტიებზე ამ მართულებით რომ ისაუბრონ განათლების საკითხებზე და დავარწმუნოთ იმაში რომ ამ საკითხებზე საუბარი მათ რეალურ ბენეფიტებს მოუტანთ და ეს არ იქნება რაღაცა ფუჭი რაღაცა წყლის ნახვა. ახლა არის წინასაარჩევნო პერიოდი და ჩვენ მაქსიმალურად ინტერესთა ჯგუფების მეშვეობით სწორედ ზეწოლა მოვახდინოთ პოლიტიკურ პარტიებზე რომ მათ პროგრამებში გაჩნდეს აი ეს საკითხი უფრო საფუძვლიანად. გასაგებია ოლგა აი პრიორიტეტებზე როდესაც საუბრობთ თქვენი აზრით რატომ ვერ გახდა ეს საკითხი პრიორიტეტი განათლება საქართველოს განათლების სისტემის ცვლილება, მისი უფრო მეტად დაფინანსება, მათ შორის მეცნიერების, აი სტუდენტია თორნიკე და ის ამბობს რომ ვერც თვითონ ვერ გზნობს და ციფრებიც მოიშველია რომ არ არის განათლება დღეს საქართველოში პრიორიტეტი. ისიც რა არის აი კიდევ ვიმეორებ რომ მე მგონი არსებობს ფასეულობების კულტი რომელიც ძალიან შეცვლილია დღეს საქართველოში. მე ვფიქრობ რომ ისედაც მსოფლიოში არსებობს მატერიალიზმის ბუმი და საოცრად აისახება ეს საქართველოზე, როდესაც მე ჩამოვდერ მე ნახევარ საქართველოში მუშაობ, ნახევარ საფრანგეთში. როდესაც როგორც კი უახლოვდებით საქართველოს ტერიტორიას სამწუხაროდ ხედავ და რომ შემოვდივარ და ძალიან დასანანია ეს მატერიალიზმის ბუმი და ფასეულობების ძალიან მწირე ხარისხი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე გადაცემაში ძალიან ბევრი ადამიანს ვისაუბრე, განსხვავებული იდეოლოგიის და პარტიის პოლიტიკოსებს, რომლებიც ყოველთვის ამბობდნენ, რომ განათლება იყო პრიორიტეტი, რას შეცვლიდით ქვეყანაში, რომ ვეკითხებოდით, პასუხი იყო შეცვლიდით აუცილებლად განათლების მხრივ მიმართულებას და ეს უნდა იყოს მარშალის პლანი, როგორც აი გეგმა, მეორე ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი და ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე მეთანხმებოდა, მაგრამ რატომღაც ვერ ხერხდება ამ მიმართულებით წასვლა. კიდევ ვიმეორებ, ალბათ მოხდება მომავალში, იმიტომ რომ ეს აუცილებლობაა. ნებისმიერი პრობლემა სიბნელის, ტერორიზმის, რომელიც მსოფლიოშია დღეს ეს მოდის გაუნათლებლობიდან და არასწორი ინფორმირებიდან საკუთარი თავთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რატომ ვერ ხდება? მე ვფიქრობ, რომ ფასეულობები უნდა შეიცვალოს და პრიორიტეტი უნდა იყოს სხვა რამ. ძალიან დასანანია, როდესაც ადრე არსებობდა კიდევ ვიტყო 90-იან წლების შემდეგ მე ვფიქრობდი რომ საქართველოს ეს ფორმა შეიცვლებოდა, მაგრამ აი შეფასება ადამიანების მატერიალურ ხარისხთან დაკავშირებით. აი ხშირად მსმენია რომ აი არიან ადამიანები რომლებსაც აქვთ თითქოს არის ბატონყმობის ქვეყანა, აქვს ფული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ადამიანების გარშემოწრე შეიკრიბოს, რომელსაც აი ეს ძალიან იგრძნობა, რომ ფულს რატომღაც თან ამ სიტყვას მე არ ვამბობდი და მე მითხრას ვიცით განთავისუფლდი შეგიძლია თქვა. ამიტომ რაღაც ბეჭდებოდა რომ ხშირად იმეორებდნენ სამწუხაროდ, რომ აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველა მიდის იქით რომ ყავდეს რაღაც დიდი მანქანა, ჭყვიალა, კონდეს დიდი სახლი, კონდეს ფული, ეს სიტყვა ეს ადრეც არსებობდა და დღეს არ შეცვლილა და მე ვფიქრობ რომ არიან ადამიანები, ვინც ამის შეცვლას ცდილობდნენ, რა თქმა უნდა, და განათლების და კულტურის წინწამოწევაზე მუშაობენ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ფასეულობების დახვეწვას კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გმადლობთ და ბოლოს თათიას მინდა დაუსვა შეკითხვა ასევე ამ საკითხზე განათლებაზე როგორც პრიორიტეტზე პოლიტიკოსები მართლაც აქ აღინიშნა და ასეა
ყოველთვის იყენებენ შესაძლებლობას, რომ ილაპარაკონ განათლებაზე როგორც პრიორიტეტზე, მაგრამ რეალობაში ჩვენ სხვა რამეს ვხედავთ. რით ახსნით თქვენ ამას? იცით, მე ვერ ვიტყოდი მაგალითად, რომ განათლება არ არის პრიორიტეტი, აქ უფრო არის ალბათ იმაზე, რამდენად სწორად არის პრიორიტეტები დასახული თვითონ განათლების რეფორმის შიგნით. თორემ ყურადღება განათლების სფეროს მიმართ ყოველთვის არის თვითონ აუდიტორია 115-ის წარმომადგენელი ყავთ სტუდიაში და გვახსოვს ყველას თსუ-ში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორი სტუდენტური აქტივობა იყო, როგორი იყო მთელი საზოგადოება ჩართული, მედიაც აშუქებდა ამას ყოველდღიურად. მე ვიტყოდი, რომ იმიტომ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ იქ ძალიან გამწვავდა სიტუაცია. ამან მიიქცია მთავრობის ყურადღებაც, მიიქცია მედიის ყურადღებაც. ძალიან გამწვავდა იქ სიტუაცია და ამიტომ. მაგრამ ყოველ დღიურად, როდესაც იქ არ არის ვითარება გამწვავებული, შეიძლება ასეთი ინტერესი არ იყოს საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ჩვენც ისიც ვიცით, რომ დღეს ბევრად მეტი შესაძლებლობებია განათლების სფეროში, ვიდრე ეს იყო თუნდაც ჩვენი მშობლების თაობის დროს და ძალიან ბევრი ეს უკვე თვითონ ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენ ხელისუფლებას იმდენად არა, რამდენადაც გარედან შემოსულ დახმარებებზე მაქვს მესაუბარი და პროგრამები ორიენტირებული განვითარებად ქვეყნებზე და საქართველოს ყოველთვის არის ხოლმე მათ შორის. ამასაც ვიტყოდი. გასაგებია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თათია დოლიძე, ოლგა ბაბლუანი, ტორე სამოსი და თორნიკე შევარდნაძე. მადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენ ახლა კიდევ ერთ